პირდაპირ ეთერში ვართ. გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობათ. ტრადიციას არ ვარღვევთ და ყოველ მესამე მეორე შაბათს კითხვა-პასუხის რეჟიმი გვერდება პირდაპირ ეთერში. აი ხა დაიწყო უკვე პირდაპირ ეთერი, ვხედავ 1-2 კი ბატონო. გესმით ჩემი ხმა? 1-2 ვინმე მოიწერეთ რამე? თუ ვინმე არსებობს ამ ქვეყნად დედამიწაზე თუ გვიყურებენ კიდე? საკმაოდ საინტერესო რაღაცები მოხდა ახლა კანადაში ამ ბოლო 1 კვირის განმავლობაში. კი ბატონო, აი ახლა ვართ ოფიციალურად ლაივში, მომივიდა notification-ი. გამარჯობათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ტრადიციულად ბატონ გიორგისთან ერთად ვართ. აი ნიკოლას კი ბატონო, აგერ უკვე მოგწერეს. გამარჯობათ. აქეთ BC-ში ცუდი რაღაცები მოხდა ამ დღეებში, თქვენც გაიგებდით ახლა ამას, ხო? არ გამიგია. BC-ის ახალგაზრდა ბიჭმა რო სკოლაში შევიდა და სროლა რო დაიწყო, რაღაც 10 ადამიანი არის დახოცილი. ყველა ნიუსი მაგაზე ლაპარაკობს, 2-3 დღის წინ მოხდა. BC-ის პატარა სოფელი თუ თაუნი იყო რა. მოკლედ რაც არის ეგ არის. გამარჯობათ კი ბატონო, გწერენ, გისმენთ, გვესმის. მადლობა რომ გვიყურებთ. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს. ყოველ მეორე შაბათს მე ქართველმენი ჰოსტი მასპინძელი და ჩვენი პარალეგალი ბატონი გიორგი მარიამული ვიწყებთ ხოლმე ეს პირდაპირ ჩართვებს იმისთვის რომ პირდაპირ ეთერში თქვენი შეკითხვები გავაჟღეროთ ემიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. კანადას ეხება ძირითადად ეს ყველაფერი და ბატონო გიორგი მაქვს უკვე შეკითხვები დაგითმობთ 2 სიტყვით 2 წუთს. გამარჯობათ, როგორ ხართ? გამარჯობათ, კარგად. კარგად გამოიყურებით ძალიან. მადლობა. გაიხარეთ. მოდით აღარ გადავწდეთ და დავიწყებ პირდაპირ შეკითხვებით, ხალხი ნელა მოგვემატება. ვაჟღერებ კითხვას. გამარჯობა, მე ვიმყოფები ტორონტოში სუპერ ვიზით. უკვე მესამე წელია, თუ შეიძლება მივიღო ცხოვრების უფლება, არ ვარ ჩაბარებული, ან თუ შეიძლება ჩავბარდე და ისე მივიღო. აი ეს არის პირველი შეკითხვა, რაც ჩვენი პოსტის დაბლა დაიდო და ამ შეკითხვას თუ გავცემთ პასუხს. პასუხი არის ესეთი, ეს არის დამოკიდებული ბევრი ნიუანსებისაგან. გააჩნია როგორ ადამიანი ჩაბარდება, თუ ჩაბარდება როგორც ტოლვილი და ეს ადამიანი არის მარტო საქართველოს მოქალაქე და სხვა ქვეყნების მოქალაქე არ არის, ჩაბარებით ჩაიბარებენ, ხო? იბარებენ უმეტესობით ყველას, აბსოლუტურად. მეორე საქმე ის აქვს, როგორი შანსები აქვს ადამიანს მოიგოს თუ არა, ხო? ესაა დამოკიდებული იმაზე, როგორ ბარდება, რა ისტორია აქვს, რა ვითარებები აქვს. ეს არის ძალიან ინდივიდუალური რაღაც. ხო, ამიტომ კი ჩაბარება შეიძლება რასაკვირველია, მაგრამ ეს ითხოვს ინდივიდუალურ შეხვედრას და დიალოგს ამ ადამიანთან. გასაგებია, მოკლედ ვინც კანადაში არის აბსოლუტურად ყველას აქვს ჩაბარების უფლება, მაგრამ кейსი არის ინდივიდუალური და როგორ გადაწყდება მისი ბედი უკვე დამოკიდებულია დეტალებზე. ამ кейსის. აბსოლუტურად ეგრეა. ბატონო, აი ამ წამს დაისვა შეკითხვა, ქალბატონი ნანა გვისვავს შეკითხვას. გამარჯობა, ვაჟღერებ შეკითხვას. გამარჯობა, დეპორტის აპელაცია თუ შეიძლება ირლანდიაში არის ესე ადვოკატი ასაჩივრებს და ბევრი შემთხვევაა რომ მოუხსნეს და თავიდან ჩაბარდნენ. მადლობა. ანუ ირლანდიას ადარებს როგორც მივხვდი და რამდენად უყურეთ, ირლანდია არის ირლანდია, კანადა არის კანადა. ირლანდია და კანადა ესე იგი არ არიან დაკავშირებულები. როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ესე იგი მეფის გვირგვინის ქვეშ არის მხოლოდ დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია ცალკე ქვეყანა აბსოლუტურად. და მას არ აქვს ერთობაზე კანადასთან, მაგრამ ამერიკას მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა არ არის ნაწილი კანადის და კანადა არ არის ნაწილი ამერიკის, ერთი ბაზა აქვს მაინც, იმიტომ რომ მეზობელი ქვეყნები არიან, ხო? ჩემი გამოცდილებიდან, როცა ადამიანს
უცხადებენ დეპორტს კანადაში და აი მქონდა ამას წინათ ესეთი кейსი, რომელიც დაგვირგვინდა ძალიან დიდ გამარჯვებით, ხო? ამის გაჩერება შეიძლება გაჩერება, ამას ქვია deferral და მიმართვა უზენაეს სასამართლოს, რომელიც მერე შეიძლება ითხოვს, რომ გადახედონ кейსს. შეიძლება იქ აღმოჩნდეს ახალი ვითარებები, რომელიც არ გაითვალისწინეს თავიდანვე და ეს ესე იგი დამთავრდეს მოგებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ აპლიკანტს უნდა ქონდეს ძალიან სერიოზული მიზეზები, გესმით? ესეთი რამე შეიძლება კი და ამას წინათ მოიგო ერთ-ერთმა ჩემმა კლიენტმა და ძალიან ვამაყობ ამ მოგებით. ეს ზუსტად ის შემთხვევა იყო, როცა დედა და შვილი შემოვიდნენ ამერიკიდან და როგორც უმეტესობას მას გამოუცხადეს, ესე იგი, უარი ბევრი თვეების შემდეგ, ეს 8 თვის შემდეგ არ იყო, ეს უფრო მეტი თვეები გავიდა და ახსნა განმარტება იყო სასაზღვრო პოლიციის ისეთი, რომ ჩვენ ვერ დაგვარწმუნებთ, რომ თქვენ ესე იგი რაღაცა საშიშროება გეუდებათ საქართველოში. შემდეგ ესე იგი ისევ შეერთო ადვოკატი, მიწერა deferral, ეს არის გაჩერება საქმის და ესე იგი მიმართეთ უზენაეს სასამართლოს და იმითი ესე იგი ზეწოლის შემდეგ სასაზღვრო პოლიციამ ესე იგი ისევ შეისწავლა ვითარებები და უკვე მიიღო პოზიტიური გადაწყვეტილება. გასაკვირველია, მე არა მაქვს უფლებები დეტალურად გითხრათ რა მოხდა და მე არა ვამხელ და არ ვაზიარებ არავის кейსს. მაგრამ ესე იგი ფაქტი ჯიუტია, ესეთი რაღაცა მოხდა კი. ესეთი რაღაცები არ ხდება ხშირად, მაგრამ მოხდა დიახ. მათმა შეცვალეს თავისი გადაწყვეტილება. მესმის, ჩვენ ბევრჯერ ქონია მაგაზე საუბარი, ამერიკიდან მოუწერიათ კიდევაც, რომ ამერიკიდან რო გადმოვიდე რამელის, თქვენ ამბობდით, რომ სასამართლოს მაგურად პოლიცია წვიტავს და ძირითად შემთხვევაში ეს უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით უარყოფითად მოქმედებს და თურმე არის შანსი, ისევ და ისევ кейსი ალბათ დამოკიდებული რა და როგორ. ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ეს არის დამოკიდებული ძალიან ბევრი ნიუანსებისაგან და ყველა кейსი არის ძალიან ინდივიდუალური. მაგრამ ის რაც მე ვთქვი, ეს ძალაშია და ესე არის დიახ, ვინც გადმოდის ამერიკიდან და მე ისევ და ისევ მეკითხებიან ერთ და იგივე შეკითხვას, აი მე მეუბნებიან დეტალებს. აი მე ჩავბარდი ამ ისტორიით, ისე იგი არავითარი დარღვევები არ ქონდა. აი ველოდები სასამართლოს, ან წავაგე სასამართლო მაგალითად, ან მქონდა სასამართლო, წავაგე და დავბრუნდი საქართველოში, ან არ დაველოდე სასამართლოს და წავედი საქართველოში და 11-12 კი, ისე ჩამოვედი და ეხლა მინდა კანადაში. უყურეთ რა შესაქმე, ეს აქ თავი რისკი არა, როგორი თქვენ ისტორია და წახვედით მე საქართველოში და ეხლა წამოხვედით კანადაში. ეს ფაქტი, რომ თქვენ იყავით ამერიკაში, ეს არ იშლება, გესმით? და აქ რა სიტუაცია გამოდის? მე ძალიან კარგად მესმის, როგორი სიტუაცია არის ახლა ამერიკაში, იმიტომ რომ როცა ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ბევრი რამე შეიცვალა. მაგრამ ეს ის სიტუაცია, როცა კანადას აქვს იგივე დამოკიდებულება იმ ემიგრანტებთან, რომლებიც გადმოდიან ამერიკიდან, მაგრამ თვითონ ამერიკა შეიცვალა. აი ესე მუშაობს სამწუხაროდ ეს სისტემა მუშაობს ძალიან ნელა და ძალიან მოუქნელი სისტემაა, გესმით? ამათ ესმით ადამიანურად რომ ხალხი მორბის, იმიტომ კი არა, რომ ხალხი იცვლის და არჩევს ამერიკის და კანადის შორის. მათ ესმით, იმიტომ რომ ისეთი ხა პირობებია ემიგრანტებისთვის ამერიკაში, რომ ხალხი იძულებულია მონახოს უფრო სწორი გამოსავალი, უფრო პერსპექტიული გამოსავალი თავისთვის, ვიდრე დაბრუნდნენ ისევ საქართველოში. უსაფრთხოებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა. გასაკვირველია უსაფრთხოებაზე, პერსპექტივებზე და საშუალებებზე, რომელიც არის კანადაში. კანადაში მაინც ნაკლებად არის ეს ბიუროკრატიული სისტემა, არ არის ესეთი ესე იგი ძლიერი, როგორც მაგალითად არის სხვა ქვეყნებში. აქ უფრო ჩქარა ხდება ყველაფერი, ხო? მაგრამ
აი კანადის მხრიდან არაფერი არ შეიცვალა, მაგრამ ამერიკის მხრიდან შეიცვალა ბევრი რაღაცეები, როგორ ექცევიან ემიგრანტებს. ამიტომ სამწუხაროდ, კანადამ არ შეცვალა თავისი პოლიტიკა და არ ითვალისწინებს აი ტრამპის ახალ პოლიტიკას, რომელიც არის მიმართული ემიგრანტების წინააღმდეგ. და როცა ეს დემონსტრაციები მიდის და ორი ადამიანი რამდენადაც ვიცი, მოკლეს ამ დემონსტრაციების დროს და ესენი არ იყვნენ ემიგრანტები და ტრამპი ამას პოლიციას ყოველთვის ამართლებს, გესმით? ამიტომ ადამიანურად მესმის, მაგრამ ნიშნულობა არ აქვს იქ რა მოხდა. თავარი ის არის, ესე მუშაობს სისტემა, რომ თქვენი ყავით ამერიკაში, გესმით? რადგან თქვენი ყავით ამერიკაში, ყველას თითქმის ერთი და იგივე სცენარი ელოდება აქ. შემოდიან, შეიძლება ესე იგი ჩაბარება, მაგრამ ადამიანი გადადის მე რეჟიმში, რასაც ქვია pre-removal risk assessment და შემდეგ რაღაცა ესე იგი პერიოდის განმავლობაში ეს 8 თვეა, ან 10 თვეა, ან შეიძლება 12, შეიძლება 6, არ ვიცი. ესეთი სტატისტიკაა, რომ უცბად აღებულობენ გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით ამას აღნიშნავ, ეს არ არის 100%, შეიძლება იყოს 80-85% ადამიანი ღებულობს ნეგატიურ გადაწყვეტილებას. მეტი წილი უმეტესობა ამას ეგუება და შემდეგ ესე იგი ბრუნდებიან საქართველოში. ზოგი იბრძვის, მაგრამ ესე იგი ეს ბრძოლა არაფრით არ თავდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანი იბრძვის და მერე იგებს, აი როგორც ჩემი ბოლო შემთხვევა.